დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების და მისი ორაზროვანი კომიკური, გამაოგნებელი, ზოგჯერ აბსურდული განცხადებების შემდეგ თითქოს ყველა სხვა დანარჩენი პოლიტიკურ ველზე დაიჭრილა. მთელი საზოგადოების ყურადღება მიპყრობილი არის რესპუბლიკელების ლიდერებზე. იქაც კი ვერ გაგვიგია ვის უნდა ვადევნოთ თვალი. ჯეი დი ვენს, რომელმაც ევროპელ პოლიტიკოსებს ლექცია ჩაუტარა, ილონ მასკს, რომელიც 24 საათი პოსტების წერასა და USAID-ის გაფლანგული მილიონების კვალს სწავლობს, თუ მარკო რუბიოს, რომელიც ეთერში შუბლზე გამოსახული ჯვრით წარსდგა. ამ ხალხმა იმდენად მიიქცია ყურადღება, რომ დროებით ჩრდილი მიადგა სირიის გარდამავალი მთავრობის პროგრესულ ტერორ ლიდერს აჰმედ ალ-შარაას. 4 თვე გავიდა მას შემდეგ, თითქმის 4 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამმა დაამხო ბაშარ ასადის რეჟიმი. ალ-ჯულანი, ისევე როგორც მისი გარემოცვა, ცდილობენ დაყოფილი გავლენისფეროება დანაწევრებული სირია მართონ. და ამ წინადადებაში მთავარი სიტყვა არის ცდილობენ. შეგახსენებთ, არხის სპონსორი არის ტექნიკის ონლაინ მაღაზია PopShop-ში, შეგიძლიათ გადახვიდეთ, სადაც დაგვხვდება ტექნიკის ფართო არჩევანი და გრანდიოზული ფასდაკლებები. ნებისმიერ პროდუქტს, ნებისმიერ მისამართზე უფასოდ მოგიტანენ. შეგიძლიათ ჩემსავით ალ-შარაასადმი არ იყოთ კეთილგანწყობილი და ამას მოგვიანებით ავხსნი, რატომაც ვერ ვიქნები მისით აღფრთოვანებული, თუმცა ერთი რამ ფაქტია, სულ მცირე ალ-შარაა, იგივე ალ-ჯულანი ცდილობს რაღაცეების შეცვალოს. 4 თვე ნამდვილად არ გამოდგება ინდიკატორად, მით უმეტეს როცა საქმე სირიას ეხება და ამ დროისთვის შეუძლებელია რამეზე ცალსახად თქვა, რომ ხო აი ეს გამოსწორდა, ეს გაუარესდა. თუმცა ჩვენ შეგვიძლია მხედველობაში გვქონდეს ის დაპირებები, რითაც ალ-ჯულანი მოვიდა. ანუ რამდენად ხდება იმ პირობების შესრულება. მაგალითად, დაპირება, რომლის მიხედვით გარდამავალ პერიოდში თანამდებობებს გაინაწილებდნენ მათ შორის რელიგიური უმცირესობების გათვალისწინებით, ეს არ ხდება, იმიტომ რომ დღეს ამ გარდამავალი მთავრობის წამყვან თანამდებობებს იკავებენ ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამის ყოფილი ლიდერები. 7-კაციანი კომისია, რომელიც სირიის ახალ კონსტიტუციაზე მუშაობს, შედგება ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამის 5 წევრისგან. ხო და იმას ვამბობდი, რომ დაპირებების არ შესრულება, რელიგიურ უმცირესობებთან მუდმივი კონფლიქტი და დაძაბულობა ბოლო პერიოდამდე არც აღარავის ახსოვდა. მაგრამ 6-7 მარტს სირიიდან ისეთი კადრები გამოვიდა, რომელიც ბაშარ ასადის მმართველობის ყველაზე სასტიკი პერიოდის საარქივო კადრებს მოგვაგონებდა. რა თქმა უნდა, რომ მე იმ ვიდეოებს აქ ვერ ჩავსვამ. ნაწილი მიდევს ტელეგრამზე. მაგრამ ვინც არ იცით და გაინტერესებთ, სიტყვიერად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ნახეთ კადრები, სადაც პატარა ბავშვებს ჯერ პირები გადაუჭრეს და შემდეგ დახოცეს. ჩვენ ნახეთ ქალაქების ქუჩებში როგორ იდგა სისხლიანი გუბეები, როგორ ეყარა გვამები ერთმანეთს. დახოცილ ადამიანებს როგორ უვლიდნენ მანქანით და ასე შემდეგ. დღეს ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ, თუ რა მოხდა სირიაში 6-7 მარტს. მეგობრებო, ასეთ დროს არის ინფორმაციული ქაოსი. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როცა ერთ მხარეს ფეხი უცდება, დანარჩენი ამუშავებს თავის პროპაგანდას. გამონაკლისი არც სირიის ეს ჟლეტა იყო. მთლიანობაში ზოგიერთი შეცდომაში შევიდა და ისეთი დასკვნა გამოიტანა, თითქოს ახალი მთავრობა ხოცავდა უშუალოდ ქრისტიანებს, რაც სიმართლეს საერთოდ არ შეესაბამება. ანუ ჟლეტა და მასიური ხოცვა ნამდვილად იყო. ამ ტრაგედიას მათ შორის შეეწირა რამდენიმე ქრისტიანიც, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი უშუალოდ ქრისტიანების წინააღმდეგ განხორციელდა. ვისაც წინა ვიდეოდან არ ახსოვს, რომელიც სირიაზე გავაკეთე, ან ვინც უბრალოდ ახლა შემოგვიერთდა, იმათთვის ვიტყვი, რომ მიუხედავად იმისა, რომ სირია დამოუკიდებელი სახელმწიფო არის, ეს უბრალოდ ფორმალობაა. სინამდვილეში ქვეყანა დაყოფილი არის გავლენის სფეროებად. დღეს მის ძირითად ნაწილს აკონტროლებს ალ-შარა, თუმცა სირიის აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი ნაწილი ეკუთვნით ქურთებს. სხვათა შორის 10 მარტს ისტორიული შეთანხმება დაიდო. ქურთების არმიის სირიის დემოკრატიული ძალების მეთაურმა გენერალ მაზლუმ აბდიმ და ალ-შარაამ ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მოაწერეს ხელი. ეს ნიშნავს, რომ მხარეები ერთმანეთთან საომარ მოქმედებებს დაასრულებენ. ქურთების ძირითადი მხარდამჭერები არის ამერიკის შეერთებული შტატები. ისინი, ანუ ქურთები, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სავარაუდოდ ხვდებიან, რომ ამერიკელები სირიის დატოვებას გეგმავენ. ამიტომ მაზლუმ აბდისთვის ერთადერთი ლოგიკური გადაწყვეტილება დამასკოსთან თანამშრომლობა იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ ერთი პროთურქული დაჯგუფების სირიის ნაციონალური არმიის საჯიჯგნი გახდებოდა. სამხრეთით კი ისრაელს აქვს ოკუპირებული ტერიტორიები. ამ გზით მათ ბუფერული ზონა შექმნეს და ადგილობრივ დრუზებს პერიოდულად ზურგს უმაგრებენ. დრუზები თავისთავად არ ეთანხმებიან ალ-შარაას და წინააღმდეგობის გაწევის ძალად მოიაზრებიან. ამას ემატება ISIS-ის მიერ პირობითად კონტროლირებადი ტერიტორია, რომლებიც კი დასუსტებულები არიან, მაგრამ მაინც თავისი გავლენის და კონტროლის სფერო აქვთ.
ასევე არ დაგვავიწყდეს, ალ-შარამ ციხეებიდან ათასობით ადამიანი გამოუშვა, მათ შორის არიან რადიკალებიც. ამიტომ ISIS-ის ჩამოწერა ჯერ ნაადრევია. როგორც ხედავთ, სრული ქაოსია და ამ პირობებში წარმატებული სახელმწიფო შექმნის იდეა, რბილად რომ თქვათ, ბუნდოვანია. სირიის დასავლეთ, ანუ სანაპირო მხარეს ცხოვრობენ ალავიტები. ესეც ერთ-ერთი უმცირესობა არის, ისინი არიან შიიტების სპეციფიკური განხრა. აქვთ ღმერთის გაგების საკუთარი ახსნა და მთლიანობაში საკმაოდ ჩაკეტილი საზოგადოება, ზოგი მათ სექტასაც კი უწოდებს. ხო და ზუსტად ამ ალავიტების ხელში იყო სირია უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში. ჯერ ჰაფეზ ასადი და შემდეგ ბაშარ ასადი ერთპიროვნულად მართავდნენ ქვეყანას. ამას ემატებოდა ისიც, რომ წამყვან თანამდებობებზე ნიშნავდნენ ალავიტებს, ანუ უმცირესობა მართავდა უმრავლესობას. გამოდის, რომ ნახევარსაუკუნოვან რეპრესიებს სათავეში კი ედგნენ მამაშვილი ასადები, თუმცა ცოდვები, დანაშაულები და რაც მთავარია წყენები გადადის კონკრეტულ ალავიტებზეც. ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ დიდარი ალავიტები ქვეყნიდან გაიქცნენ. ძირითადი ნაწილი წავიდა რუსეთში, ნაწილი ირანსა და ერაყში, ხოლო ზოგიც ევროპაში. ამ 3-4 თვის განმავლობაში მუდმივად იყო დაპირისპირება და დაძაბულობა ახალ ძალებსა და ალავიტებს შორის. თან ნახეთ, ალავიტებს საგარეო მხარდაჭერა არ აქვთ. ანუ რუკას რომ დაუბრუნდეთ, სირიის დემოკრატიულ ძალებს, ანუ ქურთებს, მხარს უჭერს ამერიკა. მათ გვერდზე მყოფ სირიის ნაციონალურ არმიას მხარს უჭერს თურქეთი. მთავრობასაც დიდწილად თურქეთი. დრუზებს კი ისრაელი. ალავიტები კი ახლა ბედის ანაბარა არიან მიტოვებული. 6 მარტამდე ალავიტებსა და მთავრობას შორის დაძაბულობა სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ეს 1-2 დღის შედეგი არ იყო. მარტის დასაწყისში ჯაბლაში, ტარტუსსა და ლატაკიაში ალავიტებმა მშვიდობიანი მიტინგი გამართეს. მიუხედავად იმისა, რომ მშვიდობიანი მიტინგი იყო ცალკეული, პროასადური ძალები ხალხში აღვევდნენ განწყობებს, რომ ამ აქციებისგან რაღაც გრანდიოზული გამოვიდოდა. მაგალითად, ჟურნალისტი ნილ ჰაუერი წერდა, რომ როდესაც ის ლატაკიაში იმყოფებოდა, ანუ ინციდენტამდე სადღაც 2 კვირით ადრე, ეს გამოდის თებერვლის შუა რიცხვები ან თებერვლის ბოლო, ხალხში იყო ჭორები, რომ ჰასან ნასრალას დაკრძალვის შემდეგ შიიტები ხელში იარაღს აიღებდნენ, მოვიდნენ სირიაში და მას გაანთავისუფლებდნენ. ანუ იმის თქმა მინდა, რომ რეალურად მიტინგები მართლა მშვიდობიანი იყო, მაგრამ მისი გაქეზება გარედან სპეციალურად ხდებოდა. სხვადასხვა ნილ ჰაუერი თბილისში დაფუძნებული ჟურნალისტია, რომელიც დიდწილად მუშაობს ახლო აღმოსავლეთზე. შეგიძლიათ გადახედოთ მის იქსაც. რეალურად ასეთი სურათი გვაქვს. ალავიტების მიტინგი ასეა თუ ისეა მშვიდობიანი იყო, თუმცა მისი გაქეზება შიდა და გარე აქტორების მხრიდან აშკარა იყო. გვიან კი უკვე მიტინგის ზოგიერთმა წევრებმა სცადეს ყველაფერი საყოველთაო არეულობაში გადაზრდილიყო. ქალაქ ჯაბლას გარეუბნებში მათ მთავრობის უსაფრთხოების ძალებს მოუწყვეს ჩასაფრება. როდესაც ჩასაფრებამ გაამართლა და დახოცეს, შემდეგ უკვე გაუჩნდათ ქალაქის აღების ამბიცია. პროასადისტებმა სცადეს ქალაქის ჩრდილოუბნების ნაკა, ჯიბაბათის და აღმოსავლეთით ტადამუნ ამარას აღება. ეს რაიონები იმიტომ, რომ ძირითადად ალავიტებით არის დასახლებული. იმავე საღამოს სუნიტურმა ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს. მათ სცადეს, რომ ქალაქი დაეცვათ პროასადისტებისგან. და ეს ნაწილობრივ გააკეთეს კიდეც, იმიტომ რომ ჯაბლა მართალია ბლოკადაში მოაქციეს პროასადისტებმა, მაგრამ მისი აღება ვერ მოხერხდა. გვიან ღამით ასადისტების წარმომადგენელმა და კონტრრევოლუციის თვითგამოცხადებულმა ლიდერმა მიკდად ფატიჰმა განაცხადა, რომ არა მხოლოდ ჯაბლა, არამედ თითქოს მთელი სანაპირო ზოლი ოკუპირებული ჰქონდათ, რაც იშვიათად უნიჭო ტყუილი იყო. 7 მარტს კი ადგილობრივების დასახმარებლად უკვე სახელმწიფო ჯარი, ანუ ჰაია ტაჰრილ ალ-შამის მებრძოლები მოვიდნენ და განურჩევლად რჯულის, პოლიტიკური შეხედულების და ნებისმიერი მახასიათებლისა ხალხის შლეტვა დაიწყეს. მოხდა ის, რაც უკვე კარგად იცით. უამრავი დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები, სასტიკი, არაადამიანური მოპყრობა, სისხლის გუბეები ქუჩებში, ერთმანეთზე დაყრილი ცხედრები და ასე შემდეგ. თან აქ რა არის, იცით, ვინც ამ ყველაფერს იღებდნენ სხვადასხვა ლოკაციებზე, ხო? როგორი არაადამიანური მოპყრობაც ფიქსირდებოდა, ეს გადამღებები ემოციებს და ბედნიერებას ვერ მალავდნენ. ანუ უხეშად რომ თქვათ, ამ პროცესით კაიფობდნენ. გადარჩენილმა მიკდად ფატიჰამ განაცხადა, რომ მისი მხარე დამარცხდა, თუმცა აუცილებლად დაბრუნდება. ანუ მის და მისნაირების ავანტიურას 1000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა და თვითონ კიდე სადღაც მიიმალა. ამ შეტაკებების დროს რა იომა, სადიომა, სად იყო და როგორ იყო კაცმა არ იცის. ალჯულანიმ 7 მარტს განაცხადა, რომ შექმნიდა დამოუკიდებელ საგამოძიებო კომისიას, რომელიც 6-7 მარტის შემოქმედებს დასჭიდა. რამდენიმე ადამიანი დააკავეს კიდეც. მთელი დღეების განმავლობაში სირიულ მედიაში ეს კადრები 24 საათის განმავლობაში ვრცელდებოდა, მაგრამ რამდენად დაიტოვებენ ციხეში და რამდენად მოსთხოვენ პასუხს, ეს უკვე არ ვიცი. თუმცა ფაქტი არის ის, რომ დაკავებები როგორც ასეთი ფიქსირდება.
რომ შევაჯამოთ ყველა ეს მოვლენა, ასეთ სურათს მივიღებთ. 3-4 თვის განმავლობაში ალავიტებზე მუდმივად ხდებოდა წნეხი, შეურაცხყოფები, დამცირება, დაჭერა, დაკავება და ასე შემდეგ. რაღაც მომენტში ეს მობეზრდათ, გამოვიდნენ ქუჩაში და როგორც შეეძლოთ, მშვიდობიანი მიტინგი ჩაატარეს. ამით ისარგებლეს გარე და შიდა აქტორებმა, რომლებმაც რამდენიმე ასეულ ადამიანს თააგონეს, რომ აი მოვიდა ის კონტრრევოლუციის დრო, ამ ასეულმა ადამიანმა აიღო ხელში იარაღი, სცადეს ქალაქის ოკუპაცია, არ გამოვიდა, თუმცა იმავე ღამეს ავრცელებდნენ ერთი მეორეზე დიდ ტყუილებს, რომ აი ხალხო ავიღეთ ქალაქი, აი ხალხო ავიღეთ სანაპირო და დროა, გამოხვიდეთ ქუჩებში და ჩვენთან ერთად იომოთ, ეს არ გამოვიდა. მეორე დღეს უკვე მოვიდნენ ალ-შარაას ძალები, რომლებმაც ყველაფრის განურჩევლად დაიწყეს ადამიანების დახოცვა. ვისი მოკლა შეეძლოთ, როგორც კაცების, ისევე ქალების, ისევე ბავშვების დახოცეს. მიდგომა იყო მარტივი. აი ამ კაცს აქვს ისეთი სახე და გარეგნობა და იერი, მე მგონია რომ ის მონაწილეობდა კონტრრევოლუციაში, მოკალი. ანუ არანაირი სასამართლო, არანაირი ადვოკატი ამ ყველაფერზე საუბარი ზედმეტი არის. ადამიანის მოკლის გადაწყვეტილებას იღებდნენ წმინდა სუბიექტური შეხედულებებით. ისინი შევიდნენ ალავიტი ამბოხებულების დასახოცად და არც დაუწყებდნენ გარჩევას ვინ ქალია, ვინ ბავშვია, ვინ ქრისტიანია, ვინ სუნიტია და ასე შემდეგ. ეს ხალხი, ანუ ჰაიატ ტაჰრირ ალ-შამის მებრძოლები არიან გუშინდელი ტერორისტები. ისინი მოხარშული არიან ძალადობაში, ადამიანების ჩაგვრაში, წამებაში და ასე შემდეგ. მათთვის ხალხის ასე ჟლეტვა და ამისგან სიამოვნების მიღება მისაღები არის. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, ვის ზედგას თანამედროვე სირიის არმია. ესენი არიან გაუნათლებელი ადამიანები, რევანშისტული განწყობებით სავსე და გაბოროტებულები. იგივე ითქმის, ასია თუ ისია იგივე ითქმის ამჟამინდელ პოლიტიკურ ელიტაზე. ეს არ არის კეთილშობილური ძალა. აგერ 6-7 მარტის მოვლენებმა გვაჩვენა, რომ მასადებისგან არ არიან შორს. შეიძლება ალ-ჯულანი ცდილობს, რომ გამოჩნდეს დასავლეთისთვის და ზოგადად ცივილიზებული სამყაროსთვის სოლიდური ლიდერი. ჯერ ტრადიციული ფორმა გაიხადა, შემდეგ მილიტარისტული და ახლა შარვალ კოსტუმით დადის, მაგრამ საერთოდ ვერაფერი ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ გუშინ ეს ადამიანი ალ-ქაიდას ფილიალის ლიდერი იყო. და აქ თანამდებობა კი არ იგულისხმება, არამედ მთელი რიგი საქციელები და мотиваცია, რასაც აკეთებდა და რაც ამოძრავებდა. როგორ შეიძლება ასადებზე, გინდ მამაზე და გინდ შვილზე ვინმე თქვას, რომ ისინი იყვნენ კარგი ლიდერები. კარგი კი არა, მათზე ნორმალურებიც არ ითქმის. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ალ-შარა უკეთესი ალტერნატივაა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ადამიანური ფასეულობების მატარებელია. კი ბატონო, შეიძლება ალ-ჯულანი, ისევე როგორც მისი გარემოცვა, წარჩინებული მეთაურები არიან, მათ იციან ომი, ბრძოლა, არ გატყდებიან, მტკიცე ხასიათი აქვს და ასე შემდეგ, მაგრამ ისინი პოლიტიკოსები არ არიან. დაუკვირდით, კი იყო ფორმალური კონტაქტები სირიის სახელმთავრობასთან, გერმანიის და საფრანგეთის მინისტრები ეახნენ, მაგრამ დღემდე ასეთი ხელჩასაჭიდი ან ინვესტიცია, ან თანამშრომლობა არ ყოფილა. ისევ რუსები თუ გამონახავენ მათთან საერთო ენას, იმიტომ არის რომ დღემდე არ გაყარეს ქვეყნიდან. არ მოდის სხვა და რა გინდა რომ გააკეთო. არ შეიძლება ასეთ ბოროტულ, არაჯანსაღ და არაპროგნოზირებად ძალასთან თანამშრომლობა. ყველა თავს იკავებს მათთან კავშირისგან რამდენადაც შესაძლებელია. ამ მხრივ გამონაკლისი რა თქმა უნდა რომ ჩვენი ოპოზიცია აღმოჩნდა, რომელმაც გუშინდელ ტერორისტთან ფლირტი წამოიწყო. ვინც არიცით, გეტყვით რომ მათ მიწერეს აჰმედ ალ-შარას, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა, რომელიც ბაშარ ასადმა აღიარა, უკან გაიწვიოს. ჩემი აზრით ეს იყო პოლიტიკური ქულების ჩაწერის მორიგი ავანტიურა. რა თქმა უნდა, ამ წერილს არანაირი რეაგირება არ მოყვა და რა თქმა უნდა, როცა ისეთ ქვეყანაში ამბოხით მოდიხარ ხელისუფლებაში, რომელსაც ჯერ სამოქალაქო ომი ჰქონდა, მერე ISIS ებრძოდა და შენც ტერორისტული ბექგრაუნდი გაქვს, პირველი რასაც არ გააკეთებ, არ ნახავ 3 მილიონიანი ქვეყნის ოპოზიციის გამოგზავნილ წერილს. განა იდეა ცუდი იყო, უბრალოდ არც დრო იყო შესაბამისი, არც სიტუაცია და რაც მთავარია, არც ის ძალა ითხოვდა ამას, რომლის პრეროგატივა სულ არ არის საგარეო ურთიერთობების წარმოება სხვა ქვეყნის გარდამავალი მთავრობის ლიდერთან. როგორც ზემოთ გითხარით, ჯერ ყველა ოფრთხის ღია კომუნიკაციას. კი ბატონო, ჩავიდნენ ერთხელ ევროპელი მინისტრები, მაგრამ ამით ჯერჯერობით მორჩა. აკვირდებიან ამ ალ-შარას ვინ არის, იქნებ ხალხი აღარ დახოცოს, იქნებ არც ისეთი გიჟი არის, იქნებ მოიშორა ეს ტერორისტის მანტია და ასე შემდეგ. ამ დროს ჩვენი ოპოზიცია წერს, თქვენო აღმატებულებავ, გსურს დაგიდასტუროთ ჩვენი გულწრფელი პატივისცემა.
ევროკავშირმა გააკეთა პატარა კომენტარი, სადაც დაგმო პროასადისტების მიერ წაქეზებული ძალადობა. ერთი სიტყვა არ უთქვამთ ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამსზე და მეტიც. 17 მარტის ბრიუსელის კონფერენციაზე, რომელიც სირიას მიეძღვნება, ალ-შარას საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვიეს. ამ ადამიანსაც აქვს, რა თქმა უნდა, ტერორისტული ბექგრაუნდი, ვინც კი მასთან მუშაობს, ყველა ლიდერი, ანუ ეს ძალიან ლოგიკური არის, რომ ვინც მასთან მუშაობს, ადრე იყვნენ გამოჩენილი ტერორისტები. ამ ადამიანის შესახებ მე ტელეგრამზე მიწერია ცალკე პოსტი აქ რომ აღარ მოყვება. ბევრმა ეს ამბები შეფუთა ისე რომ თითქოს ალ-შარა ქრისტიანებს ხოცავდა და 6-7 მარტის ამბები უშუალოდ ქრისტიანების წინააღმდეგ იყო განხორციელებული, რაც ტყუილი არის. რეალურად რა კადრებიც ვრცელდებოდა, ძირითადად 2010-ის პერიოდებში გადაღებული იყო, როცა ისევ და ისევ ბაშარ ასადი იყო ხელისუფლებაში და ასევე ISIS-ი ბობოქრობდა. რეალობა არის ის, რომ 6-7 მარტის ამბებს შეეწირნენ მათ შორის ქრისტიანებიც. თუმცა ეს დაპირისპირება იყო ალავიტების წინააღმდეგ. განურჩეულ ხოცვაში კი ბუნებრივია ქრისტიანები და უშუალოდ სუნიტებიც აღმოჩნდნენ. დანარჩენი იყო უკვე ირან-რუსეთის პროპაგანდა, უფრო კი რუსული მედია რესურსებიც, თანაც დაბალი ხარისხის. მე პირადად არც ერთ ნორმალურ, რამდენადაც შეიძლება ითქვას ნორმალურ რუსულ მედია რესურსში არ შემხვედრია ინფორმაცია, რომ თითქოს ეს ამბები უშუალოდ ქრისტიანების წინააღმდეგ იყო განხორციელებული. სამწუხაროდ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მორიგ-ჯერზე გვაჩვენებს საქართველოში რამდენად მძლავრად მუშაობს რუსული პროპაგანდა. წინა ვიდეო, რომელიც სირიაზე გავაკეთე, იმით დავასრულე, რომ ფიზიკურად გამორიცხულია იქ გრძელვადიანმა მშვიდობამ დაისადგუროს. ერთი ქვეყნის საზღვრებში მოქცეულია აბსოლუტურად საწინააღმდეგო რწმენის და შეხედულებების ადამიანები. სამხრეთით ისრაელს აქვს ოკუპირებული, ჩრდილოეთით პროთურქული ძალა ბობოქრობს, აღმოსავლეთით ქურთები არიან, ცენტრალურ ნაწილში ჯერ ისევ ISIS-ია შემორჩენილი. ახლა მოსული ხელისუფლება კი პოლიტიკურად გაუნათლებელი ელიტაა. ვიმეორებ, არიან მაგარი სამხედროები, გამორჩეული მეთაურები, მაგრამ ომის წარმოება და ქვეყნის მართვა აბსოლუტურად სხვადასხვა არის. თანაც მათ ახასიათებთ რელიგიური და ამ შემთხვევაში ფანატიკური მიდგომებიც. მე უახლოეს პერიოდში ვერ ვხედავ აყვავებულ სირიას. ეს ზღაპარი არის. ერთადერთი, რასაც კაფიოდ ვხედავ, არის ის, რომ ერთი სისხლიანი რეჟიმი ჩანაცვლა მეორე სისხლიანი რეჟიმით. აი ასეთი ეპიზოდი გამოგვევიდა. დაწერეთ კომენტარებში თქვენ რას ფიქრობთ, რა მომავალი შეიძლება გქონდეს სირიას. გამომყევით სოციალურ ქსელებში, გამოიწერეთ არხი, მე კი დროებით დაგემშვიდობებით.